რა მოხდა ბებო ხო არ იცით ანუ თქვენ აქანე მე წავედი ჩემს იმაში შვილიშვილში ხო ბესოს სახლში და მოირბინა საბამ ამი ოჯახის ბავშვმა და ჩხუბობენო დეჟანა და ისინი წამოვედით ჩემი ძალი და მე მოვედით კაცო და ეს მანეც ხელით აკაჩავებდნენ და რა არის რა მოხდა თქვენ მე ვიხართ რა გაქვს გასაყოფი და ასევე ვუნებოდი დაარტყა იმან დაარტყა ამან დაარტყა და ძლივს აქეთ შემოვიყვანით ჩემი შვილიშვილი და შიგნით ჩავკეტეთო ესენი წასული მეგონა ჩვენ მეგონა და სახში წავალო ეს ჩემი შვილიშვილი სახში წავალო და გამოვედით აგერ კი არ დაგხსა ერთი გამოვედით და 4 მეტროს შიგნით მოირბინა ერთი იქისროლა იქისროლა ერთი მოირბინა მაგრამ ამას რას ველოდი კაცო რას ველოდი ჩვენ ერთმანეთის ოჯახში კარგად ვიყავით ვიცით არის იმბიკის მამა და ოჯახი 2 კილომეტრი 3 არ არის კი იქით აქეთ კარგად ერთმანეთს პატივცემდით გამოვიდო და იქ ჩემი შვილები 3 ბიჭები მყავს მე დიახ იქ წავიდოდნენ იქით აქეთ მოდიოდნენ დახვდებოდნენ პატიც უმაღლესად ეს საიდან რა მოხდა არიცით ანუ რის გამო დაიწყო კონფლიქტი უთქვამს რაღაცას უთქვამს იმას რომ ისო აბა მოდა ოპოზიცია მაჟა ქართული ოცნება გამორჩინვან კი ასე ქიმულია და ინავა და 10 გეგმანოღეთის თუ 10 თვის ვარა მა ენემ სოვოსროშუა ორივე ქართული ოცნების წარმომადგენლები იყვნენ აქტივისტები ორივე ქართული ოცნებაში დადიოდნენ იყო რას ლაპარაკობო კაცო ჩემ შვილიშვილს ვთქვა რას ლაპარაკობო შენ თუ გინდა მუშაობა იმუშავებ თუ არა და დაანებეთ ავიუტვალეს გასაგები ახალო უკული დაჭერილია თუ იცით ეს რა ქვია 2 წვია შვილო არა დაჭერილია თვითონ ეს ვინ გაგა ის რევოლვერი მიუძვია აქანე ხელმძღვანელებს ერთი თვალიანი და ერთი წიანი ვიცი მაიჭა იმაზე და ახლა გააქროლე მანქანაო და ანუ ის კაციც გაიტაცა იარაღით გაიქცა იარაღით დაემუქრა სხვას და იმის მანქანით გაიქცა ასე და ამტამში წამიყვანეო სავსე იყო კაცო და სად არის არიციან ახლა სად არის არიციან ახლა მელჩიები სავსე იყო პირველ 2 საათს ქალბატონო ანუ რატომ ქონდა ამ ადამიანს იარაღი რატომ დადიოდა ესე ვიცი კაცო შვილიშვილის ამბავი არა სოფელში ამბობენ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი რახან იყო მაგიტომ სარგებლობდა პრივილეგიები და მაგიტომ ქონდა უფლება მე რა ვიცი კაცო 80 წლის ქალმა მაგრამ ეს არ მინახია ჩემი შვილიშვილი წინ მომკლა გამოვედით აქეთ და აქეთ მოირბინა იქით ისროლა ვიღაცა მაგრამ ეს რა ვიცოდი ჩვენ და მე და ჩემი ძალი იმის დედა და მე მივდიოდით მოირბინა და მაღალია ჩემი ბიჭი გასაგები ნახევარია კარგანი ბიჭი ხო და ქმაბუთაშ ჩამოეკიდა და ეს ალბათ მე გამდადებული ხონდა და გავიგე ხონდა ჯიბაში და ცალი ხელი მეორე კიდო მოყავდა მაგას თეთრი თმიანი მაღალი კაცი რა გვარი არ ვიცი ის ხო და ამას იცნობო ეუბნებოდა ჩემი შვილიშვილს ამას არ იცნობო ვინ არისო ხო და გელი ხო და დაცა და ორჯერ ესროლა მადლობა